საინფორმაციო სააგენტოსგან. კარგად ბრძანებოდეთ, მაშინ შეარჩია თუ არა ქართულმა ოცნებამ ახალი გუბერნატორები. ერთადერთი ინფორმაცია, რაც ამ მომენტისთვის ვრცელდება, არის ის, რომ ქუთაისის მერობის პოსტზე საპრეზიდენტო არჩევნებში ქართული ოცნების ქუთაისის შტაბის ხელმძღვანელი ზაზა მარუაშვილი მოიაზრება, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანია, პრაქტიკულად ერთადერთი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას რჩება, მხოლოდ თბილისის მერია, თბილისის მერი გუშინ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრიუსელში გაემგზავრა. დღეს კი რეგიონალური განვითარების მინისტრმა განცხადება გააკეთა, რომ წინა საარჩევნოდ ყოფილმა პრეზიდენტმა მთლიანად ამოწურა სარეზერვო ფონდის თანხები და 10 მილიონად მათ მხოლოდ 5,000 ლარი აღმოაჩინეს. დავით ნარმანიასთან გადავდივარ მესაუბრით აღარ მშვიდობის როგორ ბრძანდებით. მოგესალმებით, მადლობთ, მოგესალმებით ტელემაყურებელს. დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მაშინ თქვენ მოისმინეთ თქვენი ოპონენტების მიერ თუნდაც ამ ეთერში გამოთქმული მოსაზრებები, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ხელისუფლება, მისი ეკონომიკური გუნდი ამბობს, რომ ქვეყანაში არაფერია საგანგაშო და ყველაფერი ვითარდება ნორმალურად, ჩვენ ვისმენთ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მრავალი შეუსრულებელი დაპირება, მრავალი ტყუილი, როგორც ეხა ბატონო ზურამ განაცხადა, ამ მრჩეველს მოასმენეს და შემდეგ არ შეასრულეს. ამ თემაზე ოდნავ მოგვიანებით. მანამდე მინდა დავიწყო საუბარი მიხეილ სააკაშვილის სარეზერვო ფონდიდან. რა ხდება, რადგან პრეზიდენტმა დახარჯა თანხები ბიუჯეტის ხარჯზე, ბევრი იმოგზაურა. ასეთი იყო თვალსწრაფი თქვენი განცხადება. კიდევ კარგი, როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, შევკვეცეთ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 50 მილიონიდან 10 მილიონამდე, თორე ეს 50 მილიონიც ისევე უკვალოდ გაქრებოდა, როგორც ეს 10 მილიონი. ძალიან ცუდია ის, რომ სრულად განკარგა მან და დახარჯა ეს 10 მილიონი და ელემენტარული, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციული და რაიმე სახის ხარჯების საშუალება არ დაუტოვა საქართველოს მომავალ პრეზიდენტს. თუმცა მისგან ეს მოსალოდნელი იყო და ჩვენ ესეც ვარაუდობდით, რომ ვინაიდან მან იცოდა 27 ოქტომბერი იყო ის პერიოდი, ვიდრე მას შეეძლო ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, ხარჯვა, განკარგვა და ასე შემდეგ, ამას ბოლომდე ამოწურავდა და გამოიყენებდა ამ რესურსებს. და როცა წინასაარჩევნოდ ხედავდით ჩვენ, რომ ასე ვთქვათ, როცა ჩვენ საკუთარი ავტომობილებით გადავაზრდებოდით რეგიონებში, როცა ხანდახან ჩავდივდით მუნიციპალიტეტებში გიორგი მარგველაშვილის ხარდასაჭერად და საკუთარი ფულით ვასხამდით საწვავს, ესეთ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი დილით თბილისში იყო, მერე უცებ ერთდროულად ჩაფრინდებოდა სადღაც რეგიონში, ჩაატარებდა წინასაარჩევნო კამპანიას, შეხვდებოდა ამ მრჩეველებს და ასე შემდეგ, ის ხარჯავდა ადმინისტრაციულ რესურსს, ისევე როგორც ჩემმა წინა გამოსვლელმა მოდარხადობა ძალიან კარგად თქვა. თუ რაში დახარჯა მან ეს 10 მილიონი და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში დახარჯა და გამოიყენა იმ ყველაფრისთვის, რომ ასე ვთქვათ, დამატებითი დივიდენდები მოეტანა მას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის. კი ბატონო, თუმცა როდესაც ეხლა თქვენ ბრძანეთ ჩვენი მანქანებით გადავადგილდებოდით, ქართული ოცნება არ იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს. არ იყენებდა ქართული ოცნება ადმინისტრაციულ რესურსს, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე ძალიან კაფიოდ ქონდა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, ისევე როგორც ჩემს გვერდით არც ერთ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილი არ ყოფილა, როცა თქვა რაიმე სახის ობიექტს ხსნედით, როცა მე თვითონ ასე თქვა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შვებულებას ვწერდი და მივდიოდი რეგიონებში ამ მრჩეველებთან შესრულის წარსადგენად, მივდიოდი საკუთარი ავტომანქანით და ვასხამდი საკუთარი ჯიბით, ასე თქვა, საწვავს, ისევე როგორც ჩემი კოლეგები. მესმის, როდესაც თქვენ ხაზს უსვამთ კიდევ ერთხელ ამ საკუთარი ავტომობილები, თუმცა დაუშვათ იგივე თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაერთი კადრები გვაქვს ნანახი ავტომობილების ახალი მთავრობის, ასე რომ მოდით ამაზე ხაზს მივავსოთ. კადრებია. არა, ძალიან ბევრი ახალი ჯიპი შეძენილი სხვადასხვა სტრუქტურის მიერ, რომელს არა, ნამდვილად ესე არ არის, ეს არ არის ის რაოდენობა, რაც ასე ვთქვათ, არის ფუფუნების საგანი, არის ძალიან მცირე რიცხვი, რომელიც უბრალოდ სხვადასხვა უწყებების ფუნქციების შესასრულებლად არის საჭირო. მაგალითად ვთქვათ, ჩვენ სამინისტროში მხოლოდ რამდენიმე ერთეული, ალბათ 4-5 ერთეული ჩავანაცვლი ძველი ავტომანქანები ახლით, ოღონდ არ გვიყიდია ჯიპები და ფუფუნების, ასე ვთქვათ, საგნები. თუმცა ძალიან ბევრ სტრუქტურაზე კადრებიც იყო, თუ არ ვცდები, ერთ-ერთი იყო სასჯელ ახსნების დეპარტამენტი, სადაც ჩამწკრივებული ახალი ნაყიდი მანქანები იყო. ამ თემაზე არ ვსაუბრობ, ჩვენ უბრალოდ პოლიცია შეიქმნა ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის მიერ
მიერ, რომ ასე ვთქვათ, ერთიანი და ცენტრალიზებული წესით მოხდეს ჯერ საკითხების გაანალიზება და საჭიროების დადგენა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს ავტომანქანების შეძენა. ხელისუფლების დროს არ ხდებოდა მინდა გითხრათ და გამგეობებს რომლებსაც სიმწრით ჰქონდათ ბიუჯეტები ავალებდნენ და პოლიციისთვის აყიდიებდნენ მანქანებს ან რაღაცა სხვადასხვა უწყებებისთვის და ესეთი ძალიან კუფუნებით ცხოვრობდნენ. მე მინდა დაგისვათ კითხვა გუბერნატორების შესახებ, უკვე გადაწყვიტა თუ არა ქართულმა ოცნებამ კონკრეტული ერთმონებულების დანიშვნის საკითხი. მე წერან წავიკითხე, შიდა ქართლში არის საუბარი ზურა ყაულაშვილი, თამაშიშვილი, იმერეთში დიმიტრი კოპალიანი ყოფილი მერი, რომელიც ქუთაისის მერად ჩამოიტანა. ვერ გადაწყვიტავდა და არც გადაწყვიტავდა, იმდენად ჯერ ნორმა, რომელზეც არის საუბარი და რომლითაც ახლებურად უნდა დარეგულირდეს გუბერნატორების დანიშვნის წესი ძალაში არ არის შესული, ეს უფლებამოსილება გადმოეცემა საქართველოს მთავრობას. მეორე, ახლა მიმდინარეობს მუშაობა ტიტულური დებულების პროექტზე სახელმწიფო კანცელარიისა და ჩვენი სამინისტროს მიერ, რომელიც ამ გუბერნატორების ადმინისტრაციის საკითხებს უნდა არეგულირებდეს და ასე შემდეგ. ჯერ არ ყოფილა პოლიტიკური კონსულტაციები, არ ყოფილა მთავრობაში კონსულტაციები. გუბერნატორები უკვე გადადგნენ, 7 გუბერნატორმა დაწერა უკვე თუ არ ვცდები განცხადების შემსრულებლები შეასრულებენ ამ გარდამავალ პერიოდში ფუნქციას. ეს ნამდვილად ესე ვთქვათ, ესეთი სასწრაფო და გადაუდებელი თემა მერამდეადაც ვიცი არ არის და ვაგრძელდება ამაზე კონსულტაციები. პარალელურ რეჟიმში უნდა წარიმართოს ეს პროცესი, იმდენად რამდენადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ერთდროულად ხდება. ეს არის ახალი პრეზიდენტი და მისი ინაუგურაცია, ახალი პრემიერი, ფუნქციები დაღჭურული, ახალი პრემიერი, შესაბამისად ფუნქციების გადმონაწილება ნაწილობრივ პრეზიდენტიდან მთავრობაზე და ასე შემდეგ და ამას ებნის გუბერნატორების თემა და ამას ებნის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონპროექტი, რომელიც პოლიტიკური პლატფორმი, რომელიც რჩება ნაციონალურ მოძრაობას, რჩება თბილისის მერია. დანარჩენი მთლიანად უკვე გადმოვიდა ქართული ოცნების ხელში. ამიტომ ადგილობრივი თვითმმართველობებშიც არის ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობები საქართველოს თავმჯდომარეები არიან. მაგრამ ეს მინიმალურია. ყველაზე მაღალი პოლიტიკური ფიგურა დასაკვირველია თბილისის მერია. კი ბატონო, მე წეგან ბატონოდართანაც დავსვი ეს კითხვა, ამიტომ გავიხსენე, რომ ერთადერთი თქო პლატფორმი რჩება თბილისის მერია, პოლიტიკური პლატფორმი ნაციონალურ მოძრაობას. ეხლა უკვე აღარ არის ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა, ეხლა უკვე აღარ არის მიხეილ სააკაშვილი და მთელი პასუხისმგებლობა გადმოსული არის თქვენზე. მე არ ვიცი მოგისმენიათ თუ არა, ალბათ ჯერ მოგისმენიათ, ეხლაც ბატონი ჭიაბერაშვილი საუბრობდა იგივე თემაზე. ძირითადი შეუსრულებელი დაპირებები, რომელიც ქართულმა ოცნებამ მისცა ხალხს, ეკონომიკური ვარდნა, დაგეგმილი 6%-ის გაზნის ნაცვლად 2% ნახევარი, გაუხსნელი საწარმოები, რომელსაც ასობით და ათასობით პირდებოდა, ხალხის დასაქმება. თუგნებობთ კიდევ გავაგზავნოთ. მოდით ესე ვთქვათ, აქ ჩემამდე იჯდა ნოდარ ხადური და მე და ნოდარ ხადური ჩემს კოლეგებთან და ჩვენს კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად მუშაობდით ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაზე, მათ შორის ჩვენ დავამუშავეთ ეკონომიკური პროგრამა და ძალიან კარგად მახსოვს მაშინდელი დისკუსიების. ყველაფერი ძალიან კარგად აუზომეთ, ავწონეთ და ისე ჩავდეთ პროგრამაში. პროგრამა არის 4 წლიანი, და გავიწყოთ, პროგრამა არ არის 1 წლიანი. და მაშინაც ძალიან ცხარე დისკუსიები ჰქონდა, რომ არ ჩაგვედო პროგრამაში ისეთი დაპირებები, რომლებიც იქნებოდა შეუსრულებელი და ნოდარ ხადური ამბობდა, რომ ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაში, ამიტომ ნოდარი ყოველთვის ხას უსვამდა იმას, რომ ნუ ჩავწერთ ისეთ რაღაცას, რაც იქნება შეუსრულებადი და ამიტომ ყველაფერი ისეთი ჩავწერეთ, რაც 4 წლის განმავლობაში არის შესაძლებელი და პრემიერ-მინისტრიც ხშირად უსვამს ხას ამას, რომ ეტაპობრივად ყოველწლიურად ჩვენ გავაუმჯობესებთ მდგომარეობას. არ დაგვაუწყდეს რამე მკვიდრეობა მივიღეთ. რამე მკვიდრეობა მიიღეთ. აი წეგან საუბარი იყო სტუდიაში იმაზე, რომ არ დაგვაუწყდეს, რომ 17 მილიონი მქონდა მაგალითად სტიპენდია სტუდენტობის დროს. ამას ამბობდა სწორედ სააკაშვილიც. ჩვენ მივიღეთ ჩაბნელებული საქართველო, ჩვენ მივიღეთ გაუბედურებული ეკონომიკა, გაუბედურებული ბიუჯეტი და აი ამას მივახციეთ. ეხლა პრინციპივეს ამბობთ. რა მიიღეთ? მათაც მიიღეთ ძიმე მემკვიდრეობა, ისე როგორც ჩვენ მივიღეთ ძიმე მემკვიდრეობა. ჩვენი ძიმე მემკვიდრეობა იყო პირველ რიგში დაშინებული ბიზნესი, რომელსაც ძალიან ბევრს ახდევინებდნენ არადანიშნულებისამებრ, ისეთ პროექტებს აფინანსებინებდნენ, რაც მათ არაფერში არ ჭირდებოდათ, ისევე როგორც რატომღაც ასე ვთქვათ, შუაღამე ასე ვთქვათ, დამატებითი ვალდებულებების
შუქება ხდებოდა სახელმწიფოსთვის, უცებ, ასე ვთქვათ, ნოტარიუსებთან რიგები დგებოდა შუქებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. საკუთრების უფლების დარღვევა არ დაგავიწყეთ. აქ საუბარი იყო გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში და ჩვენ 154 ქვეყნიდან 131 ადგილზე ვიყავით საკუთრების უფლების დაცვის თვალსაზრისით, რაც ძალიან მძიმე იყო. კონკურენციის დაცვის თვალსაზრისით ასევე ძალიან უკანა პოზიციებზე ვიყავით იქაც. ესეთი ტიპის პრობლემები არსებობდა ამ ქვეყანაში, რაც ჩვენ ძალიან კარგად გავაანალიზეთ და დაუდეთ საფუძვლად კოალიცია ქართული ოცნების პროგრამას. და მერე ამ პროგრამის ძირითადი პოსტულატები აისახა საქართველოს მთავრობის პროგრამაში ერთიანი დემოკრატიული და ძლიერი საქართველოსათვის, რომლითაც ზუსტად 1 წლის წინ 25 ოქტომბერს დაგვამტკიცა საქართველოს პარლამენტმა. ეს არის 4 წლიანი პროგრამა. არ დაგავიწყდეთ სარჩიკაცავად გაგაწყვეტნებთ, ეს არის არ ჭირდება იმის შეხსენება, რას მივახცეთ ამ 1 წლის განმავლობაში. მიუხედავად საბოტაჟისა, მიუხედავად ძალიან ბევრი წინააღმდეგობისა, 700 მილიონი ლარი დაიხარჯა სოფლის მეურნეობაში. რამდენი იხარჯებოდა ერთმანეთი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს? 205 რამდენიმე 10 მილიონი. ეს არის 25 მილიონი, 30 მილიონი ლარზე მეტი. მეორე 205 საწარმოზე გაიცა IAF კრედიტი, საიდანაც 54 არის ახალი სოფლის მეურნეობის საწარმო. ზოგი გადამამუშავებელი, ზოგი წისქვილკომბინატის, ზოგი შესანახი და ასე შემდეგ. ეს არ არის ჩემი მოგონილი ციფრები, ეს არის ოფიციალურად დადასტურებული ციფრები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოქვეყნებული აქვს. შემდეგ პენსია გაიზარდა 150 ლარს. ჩვენ პირდებოდით პენსიის გაზრდას. 9 მილიარდიანი ბიუჯეტიდან 2 მილიარდ 700 არის სწორედ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ხარჯი. კი ბატონო, თუმცა მომავალ წელს ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული პენსიის. მოვა მის დრო და დამატებით გაიზრდება. სანამ მინისტრი გახდებოდით, დაგხვევაზე მე გეკითხავთ, სანამ მინისტრი გახდებოდით, თქვენ იყავით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად კვალიფიციური ექსპერტი. მე მინდა თქვენ კითხოთ დავით ნარმანიას, არის დღეს ის რეალური 146 ლარი საარსებო მინიმუმი? შეიძლება ჩვენი ტიპის ქვეყანაში ადამიანისთვის საარსებო მინიმუმად იყოს განსაზღვრული? ჩვენ ვამბობთ და პროგრამაშიც გვწერია, რომ გადაიხედება საარსებო მინიმუმი და მისი დაანგარიშების მეთოდოლოგია და ეს უნდა გაკეთდეს აუცილებლად. მომავალ წლის ბიუჯეტში არ არის ეს განსაზღვრული. ბიუჯეტში არც უნდა განისაზღვროს საარსებო მინიმუმი, საარსებო მინიმუმის განსაზღვრა სტატისტიკური, ასე ვთქვათ, ერთეულია და უნდა მოხდეს მისი დაანგარიშება და ჩვენ გავაკეთებთ იმას, რომ თავის დროზე გადავხედავთ საარსებო კალათას, თუმცა ეს არ იქნება ძალიან შორს. მანამდე კალათის გადახედვამდეც კი, ასე ვთქვათ, მოვახერხეთ ის, რომ პენსიები გავზარდეთ ორ სხვადასხვა ეტაპზე. ვიცი, რომ ძალიან ცოტაა 150 ლარი. ნამდვილად ვიცი ამ ფასების პირობებში, რაც ჩვენთან არის და მოვადრო და ამის გაზრდის, ასე ვთქვათ, საშუალებაც ექნება ჩვენს ქვეყანას, მაგრამ მანამდე რაც ჩვენ გასაკეთებელი გვაქვს ახლა უკვე მეორე ეტაპისთვის, რაც გავაკეთეთ პირველ ეტაპზე ერთწლიანი პერიოდისთვის და რაც მოვახერხეთ მეორე ეტაპზე ჩვენ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ კანონმდებლობა გვაქვს დასამტკიცებელი და კრედიტის სამსახური გვაქვს ასამოქმედებელი. ჩვენ იგივე ჩემი მიმართულებით შესყიდვების კანონმდებლობის მოწესრიგებაზე მუშაობთ, რომ ტენდერების სისტემა კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს. თუმცა მიუხედავად ამისა, გამჭვირვალეობა ძალიან მნიშვნელოვნად, ასე ვთქვათ, ესეთი საქმე გადაეცა საგამოძიებო ორგანოებს. თუ შეგიძლიათ თქვა, ტენდერები არასწორად ტარდებოდა არამიზნობრივი უწყებიდან 10-ზე მეტი საქმე გვაქვს გადაგზავნილი, ზოგი მთავარ პროკურატურაში, ზოგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. მიმდინარეობს ძიება ამ საკითხებთან დაკავშირებით. ის მისი გამოსწორება ჩვენ სისტემაში შეიძლებოდა და ჩვენ შევეძლებოდით, ჩვენ თვითონ გამოვასწოროთ ის, რაც ჩვენი აზრით ცდილდებოდა ჩვენ კომპეტენციას გადავაგზავნოთ შესაბამის. თუმცა ეს არ არის მთავარი ამოცანა. მთავარი ამოცანა არის ის, რომ ის ხარვეზები, რაც იყო ჩვენ ნაბიჯ გამოვასწორეთ ჩვენს სისტემაში და პირველი და რაც მთავარია, რაც გავაკეთეთ, არის ის, რომ გვაქვს სამოქმედო გეგმა, ამ სამოქმედო გეგმას მიუყვებით, ახლა უკვე გავაკეთეთ მომდევნო 4 წლის სტრატეგია და დავამტკიცებთ ამ სტრატეგიას და გვექნება მომდევნო 4 წლისთვის, სადაც ძალიან დეტალურად იქნება გაწერილი, რომელ წელს რას გავაკეთებთ. იგივე თქვათ
თქვენი ტელევიზიის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დღეს კითხა თქვა ავტომაგისტრალი როდის ჩავა ბათუმამდე. დიახ, ჩვენ გვაქვს ასე თქვა ჩვენი საგზაო რუკა, რომლის მიხედვითაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში პარალელურად 5 სხვადასხვა უბანზე იქნება სამუშაოები. დღეს 3 უბანზე ვმუშაობთ, იმისათვის რომ უფრო დროულად დავამთავროთ ავტომაგისტრალი, ასევე სხვა პროგრამები, წყალმომარაგებასთან დაკავშირებული თემები. ჩვენ 60 მილიონი ლარით და 40 მილიონი ევროთი 3 მსხვილი ქალაქის და 25 მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას ვაპირებთ, რაც ნიშნავს სრულიად ახალი სისტემების გაკეთებას აქ და როცა თქვენ ლოდარ ხადურს ეუბნებოდით, რომ 340 თუ 360 მილიონი ლარი დაიხარჯა პარლამენტის მშენებლობაში, წარმოიდგინეთ, რამდენ პრობლემას მოვაგვარებით ამ 360 მილიონი ლარი. წარმოიდგინეთ 360 მილიონი, ალბათ წარმოდგენილიც გაქვთ, ამაზე ნაფიქრიც გაქვთ, ეჭვი არ მეპარება, რომელიც უნდა გადაიყაროს წყალში. პლუს პრეზიდენტის რეზიდენცია, რომელიც არსებობს. პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით ის ინფორმაცია, რაც მსვენელმა უნდა მიიღოს. ჩვენამდე 16.5 მილიონი ლარი ამ რეზიდენციის მშენებლობისთვის იყო დახარჯული. როგორც ნოდარმა გაუსვა ხაზი, ეს რეზიდენცია განკვეთილი იყო საქართველოს მომავალი პრემიერისთვის ან პრეზიდენტისთვის. და ჩვენ გადმოვიბარეთ ეს პროექტი ისე პირობებში, როცა მშენებელ კომპანიას ყველა მაკომპლექტებული მასალა, სამშენებლო მასალა, ავეჯი, გათბობის სისტემა, კარფანჯარა და ასე შემდეგ შესყიდული ჰქონდა და დასაწყობებული ჰქონდა, მაგრამ ეს კომპანია იყო ფინანსური პრობლემის ქვეშ და ვერ ამთავრებდა ამ ობიექტს და ჩვენ ვამთავრებთ ამ ობიექტს. არა, უბრალოდ დამატებით ხარჯებზე რო არის. ეხლა მეუღლის რამდენი მარცხენა ფერზე ვარ. ეხლა მეუღლესია რომ სოზარ სუბარის უწყებამ გააპროტესტა, რომ მათ არ აქვს შეძენილი ახალი ჯიპები. სიამოვნებით მოვიწვევდი ერთ-ერთი კითხვა, რომელიც მექნებოდა მის მიმართ, ეს იქნებოდა, ასე რომ მე ვაცხადებ ამას პირდაპირ. ეს ინფორმაცია და ამიტომ ვერც დავადასტურე და ვერც ვარყავ, თუმცა ძალიან საინტერესო უწყება შეეხეთ. რას გულისხმობ? არა, ვაშინგტონის ისე. არა, რა იგულისხმობ? მარცხენა ფერზე აღარ გაიგო საინტერესო. თუ იმედი არ მოხდები არასოდეს იქ გარდა ჟურნალისტის მოვალეობის შესრულებისა. ბატონო დავით, მოდით რეკლამას გამოვაცხადებ პირდაპირ ეთერში და რეკლამის შემდეგ მექნება კიდევ თქვენთან რამოდენიმე შეკითხვა თქვენ დაპირებებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით და თქვენც უნდა გკითხოთ ამაზე პასუხი რეკლამის შემდეგ. წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ, ვინ გახდება მომავალი პრემიერ-მინისტრი. მაშასე როგორი განწყობით ხვდებით ახალ პრემიერს, ეს იქნება ჩემი ბოლო კითხვა და თუ იცით ვინ უნდა იყოს პრემიერი. ცოტა უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ, რომ 4 დღეა დარჩენილი ამ კანდიდატურის წარდგენამდე და არც ერთმა მინისტრმა არ იცის ყოველ შემთხვევაში როგორც ამბობენ ვინ იქნება. თქვენ შემიძლია დავიფიცო, რომ ნამდვილად არ ვიცი ვინ იქნება მომავალი პრემიერი. რადგანაც ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დამატებითი კონსულტაცია აქვს გასავლელი უმრავლესობასთან, აქედან გამომდინარე ეს ინფორმაცია, ასე ვთქვათ, ჯერჯერობით გარეთ არ გამოდის, მათ შორის არ ვიცით იმ ადამიანებმა, ვინც მთავრობის შემადგენლობაში ვართ, ამიტომ ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა. ეს ნორმალური პროცესია, თქვენი აზრი ეს. საინტერესო. 4 დღეა დარჩენილი კანდიდატურის დასახელებამდე და ჯერ მთავრობის წევრებთან პრემიერს არ გაუვლია კონსულტაცია. ანუ ეს ნიშნავს თუ არა, რომ მას ერთპიროვნულად აქვს ეს გადაწყვეტილება მიიღო. კონსულტაციები უნდა გაიაროს უმრავლესობასთან და მერე იქნება, ასე ვთქვათ, ეს ინფორმაცია ჩვენთვისაც ცნობილი. მან ისაუბრა ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ და ვფიქრობ, რომ ასე ვთქვათ, მოვა მიზნობა, როცა დასახელდება ეს კანდიდატი. თუმცა მე ვიცი, რომ ასე ვთქვათ, მთავრობის შემადგენლობიდან უნდა დასახელდეს და ისეთი შემადგენლობა მთავრობაში, ვინც არ უნდა დასახელდეს, ნებისმიერი იქნება მისაღები და ძალიან კოლეგიური სათანამშრომლობა. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ, კარგად ბრძანდებოდეთ. მაშინ ეს იყო დავით ნარმანია, რამდენიმე წუთში ჩვენს ეთერში ეკა ბესელია და გოგა ხაჩიძე, ასევე ჩვენი სტუმარი უნდა ყოფილიყო ნინო ბურჯანაძის მოძრაობიდან ხათუნა ხოფერია, რომელიც გადაცემის ეთერში გასვლამდე 9 საათით ადრე მისმა პარტიამ ჩვენს